გუგა შემთხვევა სწორედ მაშინ დაიწყო, როდესაც ტრადიციულად და სტანდარტულად საზოგადოებრივი მაუწყებლის მარში დედაქალაქის მთავარი გამზირისაკენ მიემართებოდა. ამ დროს მარშის ერთი ნაწილი ჩამორჩა წინა ხაზემყოფ საზოგადოებას და როდესაც დავინტერესდით თუ რა იყო მათი შეყოვნების მიზეზი, აღმოჩნდა, რომ ეს ადამიანები ნიკოლოზ ჭკუასელი და ანდროს სირაძე ბიტითა და მაჩეტით მშვიდობიან დემონსტრანტებს თავს დაესხნენ და პოლიციელი გიორგი მამუჩიშვილი, რომელიც ადგილზე იმყოფებოდა, არათუ არ შეეცადა მათ დაკავებას, არამედ დამამძიმებელი გარემოება და ფაქტორი არის ის, რომ მან გააცილა ეს თავდამსხმელები და დამნაშავეები ისე, რომ მათზე არანაირი რეაგირება არ მოუხდენია. რეაგირება ეგრეთ წოდებულმა სამართალდამცველებმა მხოლოდ მას შემდეგ მოახდინეს, რაც მედია დაინტერესდა აღნიშნული ფაქტით. რაც შეეხება დამატებით დეტალებს, ირკვევა, რომ ანტიმაიდანის წევრი არის ნიკოლოზ ჭკუასელი და გარდა ამისა, ეს ადამიანები თავდამსხმელები არიან დაკავშირებულები ეგრეთ წოდებულ ხელისუფლებასთან და სამთავრობო პროპაგანდისტებთან, მათ შორის ლიზა გეგეჭკორი იყო ის ადამიანი, რომელმაც სიამაყით დადო ფოტო ნიკოლოზ ჭკუასელთან ერთად გადაღებული და აქედან გამომდინარე თამამად შეიძლება ითქვას, რომ ახლა უფრო აქტიურად არიან ამოქმედებულები სამთავრობო პროპაგანდისტები და მათ შორის პროვოკატორები იმისთვის, რომ მოახდინონ გავლენა და ზეწოლა მშვიდობიან მოქალაქეებზე და რადგან ვერაფრით ვერ ჩაცხრა ეს პროტესტი, როგორც სურდა ქართულ ოცნებას, ახლა უკვე ფიზიკური ძალადობა არის ის ერთადერთი გამოსავალი, რომლითაც ცდილობს ეს თვითმარქვია ხელისუფლება, რომ ეს ადამიანები გაანეიტრალოს, თუმცა მიუხედავად ამისა, მოქალაქეები არ არიან შეშინებულები და ამის შემდეგაც მშვიდობიანად გაგრძელდა პროტესტი დედაქალაქის მთავარ გამზირზე. ჩვეულებრივად როგორც არის პირველი არხიდან მარში, წამოვედით, მიჩვეულებრივად წინაზეც რამდენჯერმე დავხსნეთ ტიტუშკები, ერთხელ სანაპიროთი რომ გავყევით 3-4 ტიტუშკა მანქანებიდან, გინებით და გადმოხტომებით და ერთხელ ის ალტიფოს ხარდაჭერით რო იგინება ჯიპიდან, ეს საკმაოდ ცნობილი კადრები, მაგას მიჩვეულებრივად ეხლა სულ ესე დავდივარ და მეც ახლა მოშორებით ვიყავი ეს ჩოჩქოლი რო ვატა და მივედი ახლოს და მივახლოვ და ნუ ტიპი ერთი დიდი ტიპი და მე ეს იმდენად არ ჩანდა და ყველასაც იყო სმარტში ისხნენ ამ 2 ადგილიან მანქანაში რა ვიცი და როგორ ჩაეტნინი მაჩეტე არ ეტევოდა ცალკე მე მგონი იმაში და გადმოვიდნენ იყვნენ აგრესიულად მაგათ მე მგონი მართლა ჯერათ რომ აქეთ ვიღაცა ის შიშრები და ის ქათმები და ისინი როგორც პროპაგანდა აჯერებს ეგეთი და მარტო გოგონება ჩატენეს უკან მანქანაში ის ნუ წუხვარ პატრულის გამო მართლა გულწრფელად ყველანაირ ირონიის გარეშე ძალიან წუხვარ იმედია როდესმე და ძალიან მალე ღირსეულ რა ვიცი პროფესიას დაუბრუნდებიან და მანქანა ცდილობდა რომ ხალხს დაჯახებოდა გაჩერებული მანქანა აი რას აპირებდნენ იმ მაჩეტეთი გაგვისწორდებოდნენ ბეისბოლის ბიტები თუ რას გააკეთებდნენ საინტერესო იყო პირბადის გამო გვაჯარიმებენ და ხალხი მაჩეტეებით და ბეისბოლის ბიტებით გვისწორდებიან რა ვიცი რა კომენტარი უნდა გავაკეთო ამაზე მეტი მომხდარიდან ძალიან მალევე მოხდა ამ ადამიანების იდენტიფიცირება, ახლა ძალიან საინტერესოა თუ როგორი რეაგირება ექნებათ შესაბამის უწყებებს, პრაქტიკა კი გვიჩვენებს, რომ ასეთ შემთხვევაში ხელისუფლება, ეგრეთ წოდებული ხელისუფლება ხელს აფარებს მასთან დაახლოებულ პირებს, მით უფრო მაშინ, როდესაც როგორც უკვე აღნიშნე, ამ ფაქტიდან ძალიან მალევე მოხდა ამ ადამიანების იდენტიფიცირება და აგრეთვე გაირკვა, რომ მათ აქვთ მჭიდრო კავშირი ხელისუფლების პროპაგანდისტებთან, ქართული ოცნების პროპაგანდისტებთან, ამას კი მოწმობს ის ფოტოები, რომლებიც რამდენიმე თვის წინ არის გამოქვეყნებული თან ერთად გადაღებული სამთავრობო პროპაგანდისტების მიერ და აქედან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ ახლა ქართული ოცნება არის ჩამდგარი ამ ადამიანების სამსახურში, თუმცა ძალიან საინტერესოა იქონიებს თუ არა გავლენას მოქალაქეების პროტესტი ამ ყველაფერზე და ძალიან საინტერესოა ასევე როგორი გავლენა ექნებათ მათ მომხდართან დაკავშირებით. მადლობა, ეს იყო ხატია სამხარაძე.